ძალიან იმედგაცრუებული ვარ. არა იმიტომ, რომ ეშრეფი მოკვდა. ისეთების სიკვდილი მინახავს ეშრეფის რა გასაკვირია. არამედ იმიტომ, რომ სერიალის მთავარი აკორდი გვაჩვენეს დასაწყისში. ტიტანიკის ისტორიის მოყოლას როუზი ჯეკის სიკვდილით რომ იწყებდეს. ალბათ რეჟისორმა იფიქრა რა გავაკეთო ორიგინალური და განსხვავებულიო და მოდი თავიდანვე გამომჟღავნებ რაც ხდება. მერე მაყურებლებმა გამუდმებით დასვან კითხვა: ეშრეფი კვდება და ხალხიც ორბანაკად გაიყოს. ეს გამოუვიდა, მაგრამ ორიგინალურობისა რა მოგახსენოთ. ან არ უნდა მომკვდარიყო, ან პირველივე სერიაში არ უნდა გაგვეგო ეს ამბავი. ეშრეფის თავგანწირვა ჩვენთვის იყო ცოტა აზრს მოკლებული. რატო თორე კი? ოჯახი რომ გაარიდა, ეს რა თქმა უნდა ძალიან სწორი ნაბიჯი იყო. თუნდაც ფარუკი და გურდოლი რომ გააყოლა ერთგვარად დამცველებად. მაგრამ დაცვა რატომ დაითხოვა? მარტო ერთმა ეშრეფმა თავისი ტაქტიკით თუ მოახერხა და ყველა გაწყვიტა. დაცვასთან ერთად რომ ემოქმედა იმავე ტაქტიკით არა? ხომ ექნებოდა გადარჩენის მეტი შანსი. ბრონიშილეტი რომ ჩაეცვა, ეგეც არა ხო? როგორ ეკადრება ეშრეფ ტექს. ასეთ ვაბანკზე წავიდა, იმიტომ რომ ამით ყველაფერი სამუდამოდ დასრულებულიყო. მაგრამ ვინ ჰყავდა იფტერზე დიდი მტერი? არც არავინ. იფტერს თავის შეკვლის გარეშედაც მოიშორებდა. ესე იგი, აქცენტი წვრილ გამოჩეკილ მტრებზე ჰქონდა, რომლებიც იფტერის შემდეგ გამოყოფდნენ ცხვირებს. და რა გარანტია ჰქონდა ასეთი უპრინციპო მტრებისგან, ეშრეფის სიკვდილის შემდეგ მის ოჯახს არ ააწიოკებდნენ და ვინ დაიცავდა ოჯახს? მგონი ამაზე აღარ უფიქრია. კარგი, დავუშვათ, თავში ტყვიამ უკვე დაიწყო მოქმედება. მაინც ხომ შეეძლო გარკვეული დროით წასულიყო ცოლთან და შვილთან ერთად ტოსკანაში და ბედნიერება ეჩუქებინა მათთვის. შვილის ხმა გაეგონა, მოგონებების შეეგროვებინა. ნისანიც აკინძავდა ამ მოგონებებს და რუიას ერთიანად აჩუქებდა. ბოლოს თუ ამ 3 წლის განმავლობაში შვილის ძიების გამო არ იყო ამის დრო, იქ ეტყოდა ნისანს, რომ იცის მისი რუიობის შესახებ. ისაუბრებდნენ და იხალისებდნენ ამაზე. ვიდეო ჩანაწერით უნდა გაეგო ნისანს? ეს მეხსიერების ბარათი რომ ვერავინ იპოვა მთელი 10 წლის მანძილზე, ან მანქანა არ დაალაგეს, მტვერს არ წმენდნენ, ან არავინ ჩაჯდა ნოსტალგიურად და დაათვალიერა, რა ვიცი.